ახლა ვთხარი. ჰაით. ჰუით. როგორ ბრძანდებით? დაცა ისე. ჰალო. როგორ გაგდაჭიქიდე? როგორ ხართ? ამ კრესულზე. ვაი! მოდი ამ კრესულზე ხუჭდები დაჭიქით მინდა. არ მინდა ბალიშის გარშე ვერ დავჭდე. მადერ ბალიში რა გა? ამ ბალიშს ვერ მოუყოდა. კახა ბალიშია. უბნა ხარხალა. მას წავისვა. თუ დავჭდე მან და ცოტა ხანი. დაჭიქი. მოდი დავჭდები აბა ცოტა ხანი. მეცეჭიქი. ვა, რა მაგრავდე იქი? კარგა. გააფრინე ხალხო. დაჯი. რაღაცა დღეს შენთან დათან მესამე თვე დაიწყო უფრო შედეგი გაქვს. არა, დადე. დადე რა მიშულობ. ხო მართლა. რა კენი დამანგრიე რა შემიანისროლე იქით გადაბაგდეს ა. მოიმინდა ტექნიკა პირა გაგისროლი მე ჩემდიონს დავჯი. ისე დასაზარდა ეს რა ლავის კი რა გავისროლა. ხალხო ისა რა ქვია იმას როდის დადებთო ისა გვაქვს დასადები საზამთროს და ნესვის მუკმანგი. დავდეთ მალე ხალხო მალე. არ ჩამოიარა საზამთროს და ცენტრიდან ახლა ვე საზამთროს ნამდვილად ვერ ვათრე. უთელ საზამთრო წამოვიდეთ შეიძლება. უთელ საზამთრო აღარ არის, არ არის. იყო. მით პატარა წითელია. არა, წითელი იყო. წითელი იყო, ხო. რამბავი წელს არ არის ყვითელი. იგივე ჯიშია, მაგრამ წითელი იყო. ხო და აქ არ ჩამოიარა ხალხო და ხლა საწავიდებ საზამთროში. აი დღეს ქვემოთ იყო საზამთროდან ნეშვი, აქეთ კი არ გამოვიდა, უკან გაუხვიდა. არ წამოვა არა ხალხო. არ მოვა. აქედან არ მოდის და ლიბრედან კიდე ვერ გადმოვიდანთ, იმიტომ რომ რო არ მქონდეს ისა ოპერაცია გაკეთებული და რო შემეძლოს მძიმე საწევა, ავწევდი. მაგრამ ვერ ავწევ. ფიზიკურად ვერ მომაქ ხალხო მარტო. ბათო იყო. ფიზიკურად არ შემიძლია მძიმე საწევა და ბათო იყო. არ ვიცი. მოდი გამოვთე და ჩათეთ. საგამომშვიდობის. ხალხო ვიბანავე და ის არის რა ქვია. რა ქვია შეკაც. ვიბანავე და მასი წავისო. ხო, ხალხო, გაქვთ შეკვეთილი საზამთროდან ნესვი ხალხო. ნამდვილად საზამთროდან ნესვი რამდენი ხანი საზამთროდან ნესვი არ ჩამოულია. აქ არ ჩამოვლია, საერთოდ არ ჩამოვლია, რამდენი ხანი არც საზამთროს არც ნესვს. და ბაზარი ხო საერთოდ აღარ დადის. ბაზარი საწავი და ვერ გავიგე, აღარ ბაზარი აღარ არის. ერთი ის დადიოდა და ნამდვილად ისა რა ქვია. ლიბრედან ნამდვილად იმე ის საზამთროს და ნესვის გადმოვათრე. რასაც ქვია ვერ გადმოვათრე. მე არ შემიძლია იმის აწევა რა ქვია მძიმეს. არ შემიძლია კი არა, არ შეიძლება ჯერ. ჯერ ერთი წელი ანუ ორი წელი მაინც არ უნდა ავწივართ მძიმეები და არ უნდა დავიტვირთო. ხო და ის არის რა ქვია. ნუ გაუფრთხილდეს ესე. ნუ გაუფრთხილდე იქნება ეგრე მითხრა. ხო და ვერ გადმოიტანს მარტო დედაჩემი იქიდან. რო იმას აშვებოდი, შეიძლებაოდეს მძიმე საწევა კი წამოვიღებდი ოპერაცია რო არ მქონდეს გაკეთებული, მაგრამ ხო და იქნება უნდა ვიყიდოთ აქ. აქ სახლთან რომ მოვა და აქ არ მოსულა საუკუნე ის არ ქვია, არც საზამთრო და არც ნესვი. ხო და საერთოდ ერთი დადიოდა საზამთროდან ნესვი და ქონდა. კიდე ერთი დადიოდა და ხილბოსტანი და ქონდა ისიც აღარ მოდის. სად გაქრნენ რა ვიცი.
აღარ მოდის არა და შეჭამეს twin. მაგრამ ცხელა ხალხურა გუშველება. და ვიცით. დივი ფუფკით. დღეს დამცხა ეხლა ამ სახელმწიფოს ხალხო. დღეს რა უნდა მოვიდოთ. დილით ის ნახევარ ხო გავთიბე? იბა? ნახევარი. ნახევარზე მეტი კი არა, ნახევარზე ბევრი. ხო გავთიბე. მოვედი აი ეხანამდე უკვე აქეთ მხარეს აი ამ კუთხეში უნდა გამეთიბა და აქეთაც უნდა გამეთიბა და განვიფუჭდა ის რა ქვია, სათიბე ხალხო. აიმე. ვაიმე, დედა რაღა ვკნა. ვაჟუილე, ხან იჩავთ, ხან ბატარეები დავტენე. არა და ბატარეებს რო გავუკეთებ და ის ირთვება ხოლმე ბატარეების ის ჩანს. შუქი ირთვება ხოლმე ჩანს ბატარეების დატენისისა. პროცენტი რა, რამდენზეა დატენილი. ხო და ეს ირთვებოდა ჩვეულებრივად. ის არ მოტრიალებდა ქვემოთ. რამაც უნდა მოთიბოს. აიმე დედა და ჩაშლილი იყო თუ რა იყო, ხო გავაკეთეთ. გაკეთა. გაგაკეთა მეზობელი. არაფერი არ უთქვია გიორგი, რაღაცა ეტყობა ის იყო მოცეთილია ცოტა უკვე მეტი. მოცეთილი იცი რატო? წელია უკვე. იცი რატო? ჩვენ მე მგონი იმეებს რო ყიდულობდით დისკებს. დიდებს უკეთებდით აი მაგას და გააფუჭა. დიდი ოდისკები ეთყობა. ძულომაიც მეყიდა, მაგრამ ვერ ვშლიდი იმას. ხო, ვერ ვშლიდი, გვეგონა ეგრე იყიდებოდა და არ იხსნებოდა და მე როგორღაც მიაგენი. ხო და რაღაცა მივაგენით როგორღაც ვიჭიდავით მე და გიორგი იმის რა ქვია სპეციალური. ზუასაც კეთდება სპეციალური რაღაცა პლასმასია. პლასმასია, დახურული პლასმასია და გვერდებზე გამოშვებული აქვს ერთი ძუები, ერთი იქით, ერთი იქით. ერთი და იმას რა ქვია ბენზო ხერხს, ბენზოცელს სხვანაირად უკეთდება და ამას კიდე სხვანაირად პლასმასში ზის, ის უნდა დაახვიო და ჩასარჭობები აქვს რომ არ გამოძრეს. გვერდებზე გამოუშვე და დაკეტავ მე აქ. დაკეტავ მაგ იმას. სახურა. და გაუკეთებ მაგ. ხო, მე იმაზე ეგრე. ჩვენ გოგონა არ იხსნება. ცალს მეცალს გიორგი ცალ. გავხსენეთ როგორღაც ვიჭიდავეთ, რაღაცნაირად გავხსენით. მერე პრუჟინა ქონდა იმი უხეტიარს რა ვიცი მე. ყალოფი პრუჟინას დავაწები. ამოგვიხდა, რამდენჯერ ამოგვიხდა ერთხელ. რამდენიმეჯერ მე ვქენი და იმაში მოვხდა, ცხვირში მოვხდა ხალხო, არ მომიყოლია მე მგონი თქვენთვის. ვაწები გამოხდება, ვაწები ამოხდება. ერთხელ დავაწეკი ვითომ მე მეგონა გავაკეთე. მე მეგონა გავაკეთე. დაუჭირეთ იმას უკვე. ხო, დაუჭირეთ, მე მეგონა გავაკეთე. ამოხდა, ცხვირში არ მომხდა, პირდაპირ. ის არის. ცხვირში მოვხდა პირდაპირ სახეში. მე ის ცალსა და მოვაცალე ის პრუჟინა და ჩვენივრად ვიყენებ. მოიცა პრუჟინა მოხსენი? აღარა? ზამბარა უფრო სწორად, სანა ვიღაცა შეგვისწორებს ზამბარა. მოუჭერთ, ერთხელ მოუჭერთ ხალხო ასე გავაკეთეთ, თვითონ გავაკეთეთ. მოუჭირე იმ სათიბელას უკვე ისა. ცხვირში მომხდა. დავიწყეთ, იბა გიორგისთან არ გავარ. ცხვირში მომხდა, სახეშია. სახეში მეცა პირდაპირ. პუგო. ხალხო კიდე რა მინდოდა თქვა. ეს ჩემი თმა გრძელი მაქვს დაულაგებელია, მოკლე მაქვს დაულაგებელია. რაღა გავაკეთო ვეღარ გავიგე. ვეღარ გავიგე რა გავაკეთო. დილას რო ავდგები ხოლმე საწოლიდან, ეს ადგილი, აი ეს ასე, აი აქ არის წავსული. თმები უნდა დავისველო რომ დავინაგო თმები დილას რაღაცნაირად. ახლაც ესე მაქვს. აქეთ ეს ჩამოვიდა. დასაბალი გძელი უკვე და დღეს არ ზაგიბალია. დავიღალე ხალხო, თმები დავიღალე უკვე. ვაფშე უნდა გადავიხოტრო ერთხელ. საერთოდ. ო, ეგრე. გამიფუჭდა დედა. გავდივარ, გამოდივარ, რაღა ვქნა. გავდივარ, გამოდივარ, რაღა. დედა რაღა ვქნაო, რითიღა გავთიბო, ხელით მომიწევს ახლა ამ ხელაცი.
ესოს გათიბო? გათიბათ არანაირად ავთიბავდი ხადუსათიბილა. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. იმას რომ ნამდვილად აი არ ვიცი რა, აი რამდენჯერ ჩავთავიმდეჯე იცი რა უნდა ვიყიდოთ? ის უნდა ვიყიდოთ. დენზე რო ეთდება. აი მე გამოვითარი თვალი. დენზე რო ეთდება, დენი რო აქვს. ხო. დენი რო აქვს კი არა და შეშტებს. დენზე დენს ქვიტაში შესაერთებელი რო აქვს. ვეღარ ავთქვი ფუ. დენის ხო. და ის არის. მაგრამ დენისი სამხელა აქვს და როგორ უნდა მეაწვდინო იმ დენს ქვიტასთან? ისა გამოგზელებელი. იმითი. ნუ ისიც უნდა იყიდო ის გამოგზელებელი რო არის მგვალი. მრგვალი როა ხო? ხო. დომინოში იყიდება. ლილოშიც არის. ლილოშიც არ ვიცი, ისე ლილოშიც კი იქნება, მაგრამ დომინოში უფრო ავარჩევთ. ვინა? ბებოდადის წინ და აი მე მასი რო წავიშვი დამცხა. ой მე მასი კი არ მესვია, მაგრამ ვიგუდები. მე გადაივლე დამზე წყალი და ის გადავივლე კი არა ხალხო, წევანა ამ საღამოზე გარეთ ვიჯექი. შეგოდა? იმე მაგრამ ქვია. სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამიწუილეს ყურებთან. დამაყურეს. რა პიდაბი ყურის ძიში რო ჩამიფრინეს. იქით ვერ წავიდნენ ცოტა. აი ეს არის რა ქვია. ოღონდ როგორ გააკეთეს? ერთი თვითმფრინავი ჩვეულებრივი თვითმფრინავი გაფრინდა. და მე ეს ორი გაყვა უკან. ვინ მეყვარიყო? თითქოს ჩვენ იმას არ აგავდა თვითმფრინავებს. ამერიკულ თვითმფრინავებს გავდა თითქოს. თუ ჩვენი იყო თუ ვისი იყო ვეღარ გავიგე, რა ვიცი კი ჩამიფრინეს იმაში. რა ქვია? ყურდინარი ძირში. ეთყობა ვინმე იყო, ერთი ჩვეულებრივი თვითმფრინავი გაფრინდა და ისინი უკან გაყვნენ. მანამდე სანამ ეს ჩვეულებრივი ამაფრინდებოდა, ერთი კიდე წინ წავიდა. ერთი ცალი. იცი როგორი იყო? ჩვენ თვითმფრინავებს ხო ცოტა სხვანაირად ხვია. ის წაწვეტებული იყო რაღაცა, წვეთი ქონდა. თუიში. ეთყობა ვინმე ხო არ იყო ჩამოსული და დაცვა გაყვა. როგორც ვიცი პრეზიდენტებს დაყვებიან ხოლმე ეგრე. ხო და მე იგრი რა მე შეგნ ტელევიზორში ვიყავ ხო, ნუ ტელევიზორი კი არა, იმ ხმას რა როგორ სარდი იმაში რო იყო რა ქვია. ქვესკნელში იქაც გაიგებ იმ ხელა ხმა აქ. რატომღაც არ მიმი მე არ ვიცი, ეთყობა არ მეაქცია ყურადღება, ალბათ ჩვეულებრივი გეუბნა. ჭურჭელს ვეცხავდი დედი. და ჭურჭელს ეცხვაზე სულ დააყო იქაობა ის რო შხივილი რო ისმის არ მესმის მე. ხო. იმასე ვარ გადართული და ორიენტირებული. ხო, რო ჭურჭელს რო რეცხავ იმის არის. რაღაცას უყურებდი TikTok-ში და გამიხედე და რას ახედა მიფრინა, უიდე და მეთქი ახლა დაგვერხა. ხალხო, მეთქი დაგვერხა. არა, არაფერი იქნეს. წავიდი თავის ადგილას. ისა რა ქვია, ნაკბენზეო რა უნდა წაისვაო ისაო. ან ნიორიო, ან კიდე ის რაღაც მასი იმას აქვს. აი პლუსი ის რო აქვს, ცივი რო არის, გიორგი რა ქვია. რაღაცა ვიეტნამის ოქროს ვარსკვლავიო თუ ხო, რაღაცა. ხო. ეგუნა რო ცივი მოის. ოქროს ვარსკვლავის არ არის იცხვეში. ვიეტნამის ის რო არის. მიკრო ვიეტნამის არის თუ ტაილანდის რა ვიცი რაღაცა ხო არის და ხო აციებს. არა იქ რომ ცხიში რო ისო. აციებს, ცხვირის ის რო არის. ხო, შესასუნთქი. ეგ არის. შენ გიხსნის ცხვირის, მე პირიქით. რო შევისუნთქავ პირიქით მიშვება ცხვირის მიჭედავს. მე ხო ცხვირის ყოველთვის გაჭედინე მაგ ამ ალერგიის გადამკიდე. მე აი ამ ადგილში სულ კი ახლა გახსნილი მაქვს ახლა ამ წუთში არა მაქვს, მაგრამ ხანდახან რომ დამიკეტება ეს. წლები, ვაიმე, შენ გაიხარე ის რომ ასწავლა რაღაცა ცხვიში ჩასაწვეთებელი, რა ყვირე ერქვა და მავიწყდა. ეთომ რო გასწავლა. ეთომ, ვაიმე, შენ გაიხარე და იცოცხლე დიდხან შენ ქმარშვილთან ერთად და დაგიბერი და სულ ყველა კარგად და ჯამთელად. აი მე როგორ კარგად მიშველა. ახლა წლები, ეთყობა წლები უნდა და მე მეგონა ვსიო და ეს ცხვირი დამჭა ასე. მაგან გიშველა ხო? ხო, მიშველა და მე მეგონა აი მორიტი მაქვს მეთქი, აი სულ არა მაგ აი ჩირქის სუნი რომ მქონდა ხოლმე ამაში, ხო გახსოვს? ამაში რომ დაიდებდი ხო გიჭყაპუნებდა რაღაც. ჭყაპუნებდა რა. მოიგდე და რა ვიცი მე.
რა იყო. აი, ეხლა აღარ მიშვება. შენ გაიხარე ეთო კიდე. ეხლა ცოტა ხანში ეს ჩემი თმები წამოიზრდება და დაიწყებს დაყვევას. ისაო მადლობა რჩევისთვის. მეც გრძელი თმა მაქვს და მე არ ვიკრავ ზევითო. ზევით არ ვიკრავ. ისა მაქვს რა ქვია. რაღაცა გამოვიწერე თემუდან რაღაც ზაპონია. აი მე თქვი ვინ არის? ვაიმე, გამისკრა გული შენც კიდე რა ნელა შევუხვიდი. აგარ ხარია. ხოდა რას ვამბობდი? საპონი გამოვწერე თემუდან რაღაც 100%-ით ნატურალური საპონები, ნატურალური ისინი იყიდება. თმის მოვლის ისინი. ხოდა იმას ვიყენებო. და კიდე არ ვიკრავ ზემოთ არ ვიწევ თამას, ეს ძალიან გადაწეული რო გაქვს. მეც ძალიან ხშირი და ხოვული თმა მაქვს. ხშირი თმა მაქვს. და ესე მათგას აი ხალხო თავი. ერთი წუთი დავამთავრეთ და მოგიყვებით ჩემი თმაზე. ხოდა ის არის. იმას ვისაო, ის გამოიწერეო და არც ძალიან ხშირი აღარ გექნებაო. ძალიან გაფუებული თმები. და იმას აქნი რა ქვია. რო გაიზდიო, ეცადეო რომ ის გქონდესო. ცოტა გაშლილიო. აი მე აი ასე უნდა გაიგეთო დაბლა და მე მაღლა მქონდა ხალხო აწეული და მაღლა რო არის აწეული, აი ესეც აი მაღლა იყო აწეული, რო იყო აწეული, ესეც უყურე რანაირად არის. ხული გაქვს ამიტომ. ხო. და თმაც იმას აშვება რა ქვია. იმ დონეზე დგება, რა დონეზეც არის შეკრული და სულ შეკრული მქონდა თმები. იმიტომ რომ დავიბან ხოლმე ხალხო, რომ დავიბან და გაშრება ეს თმები. ჩემი თმები ემსგავსება ლომი რო გინახავთ, ხო იცით? გაშლილი ფაფარი რო აქვს დიდი. აი ეგეთია ზუსტად. ეგ არის ჩემი თმა. ფაფარს არა რომ დაიბანა რა კიდე მეორე დღეს რა. მეორე დღეს რო გაშრება, მეორე დღეს ამაგ ეზე თმა. რო გაშრება. რო დაივარცხნის რო დავივარცხნე მე მით უმეტეს რო დავივარცხნე ამ თმებს მით უმეტეს უფრო იმას აშვება რა ქვია ფუნდება. აი ამ შამპონმა უშველა. ამ შამპონმა მიშველა, კი. ძალიან შედეგი მისცა. და კიდე ძმარს თუ რაღაცას ვივლებო, იმისი, რა ქვია, მწვანე ვაშლის ძმარს ვივლებო თავზეო კონდიციონერის მაგივრად. ახლა კონდიციონერმა კიდე თმები მომისპო. ეს რა უბედურება ყოფილა. მართლა ძმარი თუ არა ჯობდეს რა. შენ წინა შამპონი რო ხონდა იმან გაგბუჩათ. სხვა მარაფერი. მადლობა რჩევისთვის. გავითვალისწინებ. აი რა არის ის არის რა ქვია. ეს ისე რატო დამჭა კაცო, დღეს თველი ასე მაქვს. ასე მაქვს გმაგდადებული. რა გინდა მიხდება კაცო რა. მიხდება კაცო ვიცი, ყველაფერი მიხდება. გუხდათა. ხალხო დიდ თმას როა მიჩვეული ხანდახან კიდე იმას იმასნავში, ასე ვიცი ხოლმე. ასე გადავისვათ თმებს ხელს. გაშლილი რომ აქ თმები კიდე დიდი რომ აქ სულ ხელი მაქვს თმებში. დავიღალე. მიწესე რომ გიგება ყველა იგრიათ გზით მოკ. ადრე რო ქონა თმები და ასე რომ მიეჭე. ესე რო შევოდი. მე რო შევიწე ჯერმერიც ასე შევოდი ხოლმე. უი თაბრდა მესხა. უი სკოლაში დადიოდა დიდი თმები ქონდა. ხო დიდი თმები მქონდა ხალხო. ოღონდ ესეთი თმები არ ქონდა ხო? არ მქონდა ხოვული. ხან გაშლილი მქონდა მაშინ, ხან კიკინა მიკეთა ხოლმე და ასე. იგი ხოვული თმები არ ქონდა ხარ. ხვეული თმა არ მქონდა, არ მქონდა და რატო გახდა ჩემი თმა ხვეული, არ ვიცი. ეს თმა უმწერა შენი თმის ფერი მომწონს. არ ვიღება. ვაიმე, არ ვიღება. ბევრჯერ თქვი, არ არის შეღებილი. რატო არ გჯერათ ხალხო, ჰა? არა კაცო. ჩემი თმის ფერია, ჩემი საკუთარი თმა მაქვს, კაცო. არ იღებოს რა. ჩემი საკუთარი ფერი მაქვს თმებზე. არა იმ შეხებვა და ეს
ის ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ არ მიღება მე ჩემი საკუთარი ფერით მაგ. ასეთი ფერი მაქვს. განა იმაზე უარზეა, ვისაც როგორ უნდა ისე გაიკეთეს, მაგრამ მაგის ნერვი არა. ვიღებავდი ახლა იმასაც არ დავმალავდი და არ მინდა რომ თმა გავიფუჭო იმითი რა ქვია, ზედმეტი გამაღიავებლებით და რაღაცებით. არა, არ იღებავს, არა. არ მინდა რომ თმები გავიფუჭო. ამის ცოცხლით გამიხდა. იცი რა არის თმა თუ გაქვს? შენი თმა თუ გაქვს კი არა და თმა ყველას აქვს. შენი თმა რა ფერიც გაქვს? უნდა დაიტოვო ბოლომდე ის. არ უნდა გაიფუჭო რაღაცა ქიმიებით და იმებით რა ქვია. ისედაც ბევრი ქიმია საჭმელშიც და იმაშიც რა ქვია. ყველაფერში, შამპუნებშიც და კიდე ქიმია რო დავამატო, ვაფშე ცოცხი იქნება. ვაფშე ცოცხი მექნება თმები. ჯერ ისედაც არ მივარგა. კრეჩი ცოცხი მივარგა. ხო, აი ბაბაიაგას ცოცხს რო გავს, გაშლილი ისინი რო აქვს, აი ზუსტად ეგა. ის რა ქვია. გაშლილი დავი რო აქვს. კრეჩი ცოცხი. ო, ეს ცოცხები რო, ეგეთი იქნება. როგორ იმას გამაგრდა ჩემი ნაკაბი. დედა გუში რა გამამწარა. ույ დედა. ზოგი ჩემ ადგილზე ხაიში იხტომიალებ და მით უმეტეს გიორგი და დედა ჩემისთვის რო ეკმინა. მე ჩემთვის რო ეკმინა, ალბათ მოვივლიდი მთელი მას შევყრიდი რა ქვია. თქვენც კი გაიგონებდი ხალხო. ჩემ ხმას საქართველოს კი არა მარტო. ევროპა და აზიაც გაიგონებდა ჩემ ხმას სხვათა შორის. ვიკივლებდი და ვიყვილებდი, ამერიკამდე ვიაღწევდა. ხო და მე არა ხმაც არა მომიღია, მივედი და მივწექი სიმტრისგან. თუ გული არ წამივიდოდა. უნდა მოიღო მე ხმა, უნდა გამოხატო. რო იმას ისა რა ქვია, შემოვედი, მიკვინე და ვედი და ვწექი. უნდა გამოხატო. იქნება რა მოგდის. უნდა თქვა. კინა რომ გული წამივიდა. რა იყო ამნაირი ეს რა საშინელი ნაკბენი იყო რა იყო. არ ვიცი გიორგი. კრაზანოს ხო უკმენია, ფუტკარსაც უკმენია. მე ესეთი სიმწარე არ მინახია. ალბათ ეგ სხვანაირი კრაზანა იყო. კრაზანა შეიძლება ერთი ხორო და გარჭობს ხო? ხო აღარ არის სხვაგან ხო არ მიდის. კრაზანა რო დაგარჭობს იმას რა ქვია. ხო. ნესტარს. რო დაგარჭობს, იქ ვერჩება. ხო და ხო აღარ აკმენ სხვაგან. სხვაგან აღარა. მე ჯერ დაბლა ამეწვა, ვაიმე ეს ზოგადად დაინახე რა დაგაჭდა. არ დამინახია, მე რა ვიცი, რა იყო, რა ვიცი მე. რო იცოდე ხო გეტყოდი. მე აფრინდა ეტყობა თუ რაღაცა, მე აი აქ ფეხში, მაგლა. აქ, მე აქ დამახტაო. ყველგან ამეწვა გიორგი, აი ადგილ-ადგილა, ერთი დაბლა იმასთან რა ქვია, კოჩთან. მე აი აგერ ბარკალთან. მე ავიდა აქანა კიდე. მე ავიდა აქ, ასე ზევით. დიდა, ყველგან ჯერ იქ ამეწვა, მე აქ. მე მეგონა რაღაცა დამემართა და იგან. ან ნერვის ალთება ხო, ნერვი ხო არ ამეწვა მეთქი. შვები ასე, არაფერი. ნერვი ხო არ გამიწყდა სადმე და იმიტომ ამეწვა. მე მეგონა რაღაცა დამარტყა და ამეწვა სასწაულად ხო რაღაცა, რა ვიცი. შიშისგან. ამიჩქარდა გული, თან გეძინათ არ მინდოდა გაყვიწე ბარ გადავრიოყე მეთქი ესე. დედა, როდი გამიარა. დაში ბებია შენის რო წავიდა, ხო? კიდე მткиო. ტელეფონს აღრიალებს ახლა ესა. რა? ტელეფონი გამოიდანა გარეთ. დაუწიოს არ იქა. შემოდის ხოლმე ხმა. მიდი უთხარი, მიდი. დაუწიო თუ რომ არ გამოგონებს. დაუწიო მე არ გამოგონებს. დაუწიოს. სიმტრის ისე მქონა სიძინე. დღეს ბალახებს უკვირდებოდი კიდე არ მომახტესა. გომოთი მე მაშ დადიან ხოლმე რაღაც ისინი აქვია. წვრილი რაღაცა დაფრინავენ ბალახებში. რაღაცა ჭრილები, კრაზანაზავი ჭრილები. ო, აი ეგ იყო მე მგონია. ვაიმე, კინა რა უხრობებია რა არის. წვრილები კრაზანას გავს, მაგრამ არც არის კრაზანა გონი. გონი მაგან გამამწარა მწარი. ეგ იქნებოდა. ასე ერთი ბეწვა და ისე მწარით იცის და ეგ რო გაიგო. ეგ შეიძლება არ სიზდება და ეგეთი არას გაიგებ.
რო გაიზარდოს, ცოტა ამხელა რო გაიზარდოს, შეიძლება სულ გამოგაგარიჯოს. ამხელა კი არა ხალხო. იმ დღეს განეძივარ ტელეფონს ვქროლავ. რაღაცა მოფრინდა შავი, რაღაცა უარაზმერო, რაღაცა რა ვიცი. ამხელა იყო, აი ამხელა. ვერტენი ვიდაფრინოს დაბზუისთან. დედა რაღა მქნა წამოხდი მეთქი რა ჯანდაბარიის წამოვედი სახში არ მიგბინა. ეს რა უბედურება იყო. ალბათ მაგას რო ეკბინა იქ გადავწიალებოდი. ალბათ რო ეკბინა მაგას მოვკლავდა სიმწრისგან. აი მე ეს იცი შენ რო ის არის. იცი ის კალია რო იყო, იქანა ინტერნეტს რო თუ რაღაც იმას რო თავდი ხალხო მოგიყვეთ თუ არა არ ვიცი. ახლა 4-ში პენსიაც გადავიხადე კი პენსია რა გადავიხადე კაცო კიდე აქეთ გადავიხადო აქეთ უნდა გვაძლიონ პენსია ავიღებებია ჩემის და იქვე დგას ის არა ქვია კიდე ორნაბიჩა Paybox-ი და ინტერნეტი მქონდა ჩაღარიცხი ვრიცხავ ამ ინტერნეტს და ზის ჩოქელა ხალხო ჩოქელა ზემოთ იმაზე გადმოხურებული აქ ასე აქ ხოლმე ასე ხო Paybox-ი დგას და ასე გადმოხურებული ხალხო ხო გასავით ხო და იმაზე დგას ზის ჩოხელა კი არა ჩოქელა რა ჯანდავა ჩოქელა ყავისფერი უგონთ მე მწვანე მყავს ნანახი ჩოქელა ზის გავიხედე დავინახე ეს ჩოქელა თავიდან არ დამინახია თორე არ მივიდოდი არ დამინახავს თავიდან თორე არ მივიდოდი იქ რა დამინახე ეს არის რა ქვია დგავარ უკვე მორჩი ეს ჩარიცხვას დენიკი არ და ინტერნეტის გადავიხადე ბანკით ჩავრიცხე მგონი აირია არა ირია ჯერ არა ბანკი ჩავრიცხე ინტერნეტი ვერ ვქენი ოღონდ ბანკი ჩავრიცხე ხო გავიხედე და დასახედავ ეს ჩოქელა კელასის პირდაპირ მე მიყურებს ხალხო თან როგორ უყურება იცის როზის რო გამო ასე რომ 99 გრადუსით რომ მოატრიალებს თავს და გიყურებს პირდაპირ თვალებში რომ გიყურებს ასე რომ დგას თვალე თავმოტრიალებული ხო და ვერც ვიყივი უყურე ახლა ნელა მეუბნები დედაჩემს ეს გადავაგდე აქედა მოსის თქო გადავაგდო ის ჩოქელა ხალხო ტრახ იმას აქ რა ხელით გადავაგდო იმანაურია Paybox-მა კიდევ კარგი მეორე ადგილას იყო იქით მეორე ადგილას სამი Paybox-ი დგას ცენტრში ერთ ადგილას კრუგში რა ხო კიდევ კარგი ისინიც დგას თორე მქონოთ მომიწევდა ჩასვლა ცენტრიდან სკოლის ქუჩაზე ხო და აი სკოლის ქუჩაზე კიდე გარეთ აქვს გამოტანილი ეს ისა რა ქვია Paybox-ი ვინმე რომ გიჟევით წამოვიდეს პირდაპირ შემოგასკდება ზედ შეგიყვანს იმაში Paybox-ში გურდის მაგივრად გურდის მეშოქში ჩაგვსო პირდაპირ ხო და იქით გადავიხადე იქით მხარეს გადავიხადეთ მე ის რა ერთხელ გადავიხადე რამდენსაც ვიხდი ჩავრიცხე ის არის აქვე დაურიგებებია ჩემს არ არის ინტერნეტიო დედა რა ვქნა ხო იმას ავქენი რა ქვია მე დაურიგებებია ჩემს კიდე 5 ლარი დავამატე დაურიგე მაგრამ ისევე არ არისო რო დაურიგე კიდე 5 ლარი რო ჩავიწყე არ არისო და ვერ გაიგო ხო და ტელევიზორი არ ჩართო და ინტერნეტი არ არისო თავიდან ჩასართავი იყო ხო და ეგრე იცის ხოლმე ხო და ბოლოს როგორ ხაც ჩავრიცხეს ინტერნეტი და მე 5 ლარი კიდე დავამატე ხო 45 ხო ჩავრიცხე ხო და კიდე 5 დავამატე 50 ლარი ჩავრიცხე ხო ლამის არა ხო ლამის კი არა 50 ლარი ჩავრიცხე თლიანად ხო ლამის კი არა კი მე გუშინ კიდე ჩავარიცხინო მარიცხინებენ ამ ხელა თანხას გუშინ კიდე ვიდეო აიტვიტა ღამის 2 თუ 3 საათი იყო რომ ვიდეო აიტვიტა ინტერნეტი კაპი გადარვარგო და გუშინ აჯანდაბარი
ამაგთის რა იცემა ხოლმე ხანდახან რა ხანდახან ტელევიზია გაითიშება. ტელევიზია გაითიშება ხოლმე ხანდახან ხანდახან ის რა ხან ინტერნეტი გაითიშება ინტერნეტი არ არის, ინტერნეტი შვება ხანდახან, ხო იცი არის ინტერნეტი და არ გუშინ ინტერნეტი ჩვეულებრივად იყო. ჩვეულებრივად იყო. ვიდეო ავიდა 100%-ზე ავიდა. ისა რა ქვია. და მეთქი აიტვითა ვიდეო თქო, რა აიტვითა, შევედი მე მეორედ. შევედი, გამოვედი ის უნდა ჩამერთო რა ქვია. მონეტიზაცია. და ისევე იმაზე იყო, 5%-ზე იყო დაბრუნებული. გამასუნელა გუშინ ვიდეომაც და ინტერნეტმა ხალხო. რა იცი ამ ინტერნეტს? ხან დენი ითიშება, ხან ინტერნეტი ითიშება, ხან წყალი ითიშება, ხან გაზი ითიშება. ცოტა ხან შაერიც არ გაგვეთიშოს, რა უბედურება არის. გავგიდი რა ის. ხანდახან არა გვაქვს ხალხო წყალი, მაგრამ არა გვაქვს. წყალი მოგწუილებს ესე წუ. მოწუილებს ხო წყალი როგორ უნდა გვიჭირდეს საქართველოში, იმიტომ აი მე ახლა რაჭაში წყალი არის ადიდებული. რიონი მოდის იმითი რა ქვია. ლაწუნი. გიჟივით. ლაქთიშორაო. ლათქიშორა? ხო, ჯიჯი. ჯიჯი, დიდი ჯორიო თუ რაღაცა. ჯიჯი. ხო, ჯიჯი რაღაცა. დინარე, რიონი. კიდე რაღაცა დინარე იყო. რაღაცა დინარე თქოს, ის სადიდებულიაო. ერთმანეთს უერთდება ერთი მეწვა ქვეყანაში, ამ კუთხეებში ხო არის. ამდენი მდინარეა. რაჭაში რამდენი მდინარეა ხალხო? ამდენი მდინარეა. მარტო ღებში არის რამდენი მდინარე გიორგი? ხო. ჯიჯიშორი, ლაქთიშორა. ეგ რიონი. რიონი, კიდე არის სხვა. კიდე ერთი რაღაცა. გადადიხარ, წახვედით იქ. ხო. გომთაში რო წავედით, აუ რა ქვია? ჯიჯიშორი არ არის. არა. გიჟივით მოდის ხალხო ეგ მდინარე რა უბედურება ვნახე მე. აუ რა ქვია სახელი დამავიწყდა. დამავიწყდა ხალხო სახელი. ეს კიდე. ეგ ერთი კიდე. კიდე არის. კიდე ერთია რაღაცა მგონი. მგონი არის ხო? გონი კიდე ერთია რაღაცა. ხო. ჩამოხვალ უწერაში. უწერაში იგაც რამდენია? ის რა ქვია წყალი. რაჭი სოფელი ის ზოგადად რა ქვია საქართველოს წყლით არის ისადა წყალი მე არა. მარტო მდინარეები, ტბები რამდენია? ხო. ტბები გვაქვს კიდე რამდენი? მრავალი მინერალური წყლები. მინერალური წყლები, წყაროს წყალი. ნუ ჩვენ კიდე ნორმალური თუ მოგტის კი არა და მოგდის ისიც ახლა. დღეს არეული საუბრობ ხალხო. რას მე თვითონაც არ ვიცი, არეული საუბრობ რატომაც. დღეს მოგტის, რა მოგტის. თუ მოგდის ისიც არ ვარ და მის გაზის კი არა და იმის გემო აქ რა ქვია, ჟანგის. გაზის გემო რანაირია მითხარით. ხო. თუ არ მოდის კიდე და საერთოდ წყალი არ მოდის, მოწუნწკურებს. ამ საშინელი. რაჭაში ამდენი მდინარე. იმაში კიდე. სხვაგან კიდე, სხვა კუთხეებში. ემოდენა მდინარეა. ერთი მეწვა ქვეყანაში მდინარეები, ტბები, წყაროები, ისინი რა ქვია, გაზიანი წყლები, ყველაფერი წყალი გვაქვს. მე წყალი გვიჭირს. საქართველოს როგორ უნდა უჭირდეს ხალხო წყალი გამაგებინეთ. აფრიკა ხო არ არის არა? აფრიკასაა გორი წყალი ვიდრე ჩვენ. აფრიკას უფრო მეტი წყალი აქვს. ეკონომიურად უნდა ხმარ. ხანდახან ხალხო სიცხე არის ისეთი და ისეთი უწყლობა გვაქვს რომ საჰარაში მგონია ჩემი თავი. საჰარის უდაბნოში. როცა წყალი არა გვაქვს ეს პატრონო ჯანდავა და დოზანა მაშინ წყურდება ყველაზე მეტად წყალი და მაშინ ასე მგონია всё. ასე მგონია სულ ყოველ წუთას წყალი მინდა. ხახა გამიშრება. ხო. კანი გამოშრება თითქოს. რატომ აი ხალხო. ხო ყოველ დღე ვიბან, მაგრამ ეს წყალი რო არ არის ხო? ყველაზე მეტად მაშინ მინდება ხოლმე დაბანა. ო აი რაღაცა რატომღაც რეზი მგონია რომ დამშრალი ვარ თლიანად. წყალი რო აღარა. ხო. ამას წინათ აი 2 დღის წინ ხო?
წყალი წვეთი აი რო დაგებრუნებია ბოთლებში წვეთი აღარ იდგა აღარსა წვეთი წყალი აღარ აივანია თუ აი ბაქში ავზი უნდა მეთქო და აივანი ამში ბოჭკებში კასრებში ვაფშე მაღარა მქონდა ბოთლების ერთი 3 ლიტრიანი მქონდა ისიც ცოტა ერთი ჯალი იყო ის ერთი ბეწო გავყინეთ მე ეს 3 ლიტრიანი რა ვაკეთებდით ასე ცოტა ჩამოდრებოდა გადმოვსხდით გული არ წავსულოდა ისევ ვამდით რა რომ მალე არ დაგველია ის წყალი არ გავჭირდა წვეთებს ვსვამდით გებცებ მეორე დღეს მოვიდა ისი ჯანგიანი მოვიდა სანამ დაიწმინდა რა ვიცი მე რეკეც წყდება უცბად წამში მოტრიალდები წუილით მოდის ესე წვეთი და მე ვხედავ ზანთაში კიდე იმას რა ქვია უნკანს რომ მოუშვებ იმაზე პირდაპირ კედელზე ასხავს ფანტანივით და ახლა რომ მოუშვებ ახლა რომ მოუშვა იმამდეც არ უწდება რა ქვია აი მაგიდამდე მაგიდა სადაც ადგას იმამდეც არ მოდის მე ამაუზი რომ დაიცლება ბოლომდე ხალხო მე უჭის გავსება როცა ის არა გვაქვს რა ქვია მოტორი არა მაქვს იმისი რომ შეუერთო და გავასო მაგრამ ყველას რომ მოტორი აქვს იმიტომ აღარ მოდის ამდენი წყალი მოტორი და აღარ არის წყალი სხვასთან აღარ მიდის აი მაგალითად ჩვენ ქუჩას ბოლოში არ გადის წყალი ბოლომდე არ ისეთი ცოტა ნაპორი აქვს არა აქვს ნაპორი ზოგადად ნაპორი ისედაც არ აქვს წყალს და კიდე ის არის მატორებს რო რთავენ ეს ხალხი ზემოდან დაწყებული ბოლომდე ნატორები კი არა და მატორებს რთავენ ნატორი რაღა ჯანდაბაა რთავენ და აღარ მოდის წყალი დაელოდო დაწმინდავდეს ხანდახან ისეთ ყვითელი ფერის წყალი მოდის რომ გავსებაც აღარ გინდა დაელოდო დაწმინდავდეს და ამ დაწმინდავებაში ამ ლოდინში ვაფშე წყალი წყდება აიღო ისა ჟანგიანი წყალი დალიო და ხან კუჭნათლავის ანთება გაქვს და ხან ისა რა ქვია შევიკავებ თავს აღარ ვიტყვი პაღარათი ხო და არ ვიცი რა მე რა ვიცი დაიღალე ამ უწყლობით აი საწყალი მანანაც კიდე იტყვის ხოლმე რა გჯერგეთი საწყალი მაგრამ წყალი არა მოგდის აი ხანდახან ჩვენ თავი წარმომიდგება იმ წუთში რომ არა გაწყალი საქართველოს როგორ უნდა უჭიდეს წყალი გამაგებინეთ ხალხო გადავირი გავგიჟდი საქართველოს წყალი არ უნდა გვიჭიდეს იმიტომ რომ წყალს მიაქვს საქართველო რო იმას ისევ ხოლმე გაწვინდება რა ვიცი ღვარი მოდის ხოლმე ხანდახან ზოგ ქალაქებში ღვარი მოდის ხალხო ეზო იმის და რა ისე წყალი სულ არ მოუგდის ამ ბოლოს რო წვიმები იყო მთელი ნახევარი თბილისი კი წაიღო იმან და წყალმა და ისე არ მოუგდის ხალხო თბილისში რა ხდება გააქვს წყალი თბილისში რუსთავს ვიცი რომ წყალი უჭის მაგრამ თბილისში რა ხდება თბილისში თუ არ გაგიჭირდა წყალი მაგრამ მართლა დამეფიცება გიორგის ხალხო აი როცა წყალი არა გაქვს მაშინ წყურდება ყველაზე მეტად ხა კი სვამთ წყალს აი როცა გეფიცები იმ დროს 1-3 ლიტრიანი ხა მქონდა წყალი გავყინეთ ისიც აი რო ჩამოდინებოდა წვეთებს ვისხამდით რომ დაგველია ხო რო ცოტა ის არის რა ქვია აღარ მოგწულებოდა მაგრამ მეორე წუთას რო გინდა მე ღმერთს მადლობა იმ საღა ის რა ქვია მეორე დღეს მოვიდა მაგრამ მოვიდა ჟანგი ყვითელი მისავით რა ქვია ტალახით მე ალბათ ეს ტრუბები რაშიც მოდის ტრუბები გვიეთ მილებია თუ რაღაცები საუკუნე არ გაწმენდილა იგე ან ისიც კიდე რა ქვია საიდანაც ავზებიდან მოგდის წყალი ისიც არ გაწმენდილა საუკუნე ალბათ ნე რომ მოუშვ კრანს ცხელი წყალი მოდის იქ გაცხელება კი აღარ აღჭირდება
როგორ შულება მე ბაქში როგორ არ გინდა აბანოში გაცხელება ის ხო არ ცხელდება იმ ხელა ბაკი ხო არა იმაზე გაივონი როგორ დაიყიდე ბაქში ხო ხო ბაქში ხო არ ცხელდება იმ ხელა ბაკი რას გააცხელებს ალბათ ის უნდა იყოს რა ქვია ბოჭკები ცხელდება 500 გრადუსი ბოჭკები ზემოდან ცხელდება თორე ქვეშ დღეს ზემოდან იყო ცხელი და ქვეშ ხელი ჩავყავი ცივია ხო ზემოდან ცხელდება მართლა ზემოდან ცხელდება იმ ხელას რა გააცხელებს ხანდახან აი ისა რა ქვია ის აღარ ცხელის წყალი არ მინდა ხოლმე ხანდახან გავგრილებით ტრუბებში რაც წყალია ჩაგროებული რომ მოუშვებ ისეთი ცხელი წამოვა ისეთი დაგეწვევა ხელები და მე უცბად გაცივდება გიორგი რამდენზე ვარ თედი დიდი აღარა ატვით თუ არის თორე წავარდ გლიჯინი და სანამ ოპერაციას გავიკეთებდი კიდე ის არის რა ქვია იმნაირი ცხელი წყალი მოუშვი ხალხო ოპერაციის აზე რომ უნდა წავსულიყავი ოღონდ ჯერ არ იყო ოპერაცია დაგეგმილი წინაზე რო წავედი ვიზიტზე ექიმთან იმნაირი ცხელი წყალი მოუშვი იმნაირი ცხელი წყალი მოუშვი რომ თავზე იზა მივიდა რა ქვია ბოლი იმ ხელაზე ვიკივლე ხალხო რა ვიცი ცხელი მიყვარს წყალი აი ცხელი მიყვარს მაგრამ ეგეთი ძალიან ცხელი არ მიყვარს ეგეთი ადუღებული დუღარე წყალი რომ მოდის ის რო არის შენ დაგესხას გუდრონიო ზუსტად ცხელი გუდრონიო რო იტყვიან ეგ არის ზუსტად ლავა რაღაცა ცხელი რა ვიცი მე ცხელი რომ მოდის რამდენი გრადუსი იმას აქვენი გავაცხელი მართლა 100 გრადუსი იყო მე მგონი წყალი ისეთი ცხელი მქონდა დუღარე ხანდახან იცი რა არის ბოლომდე გადაუჟებ ხოლმე ერთხელ კიდე ხელი მომიხვდა იმაზე რა ქვია ვიბან არ დავუკეტავ ხოლმე იმას რა ქვია კარებს კი არა და კრანს ონკანს არ ვკეტავ ხოლმე და რატო არ ვკეტავ არ ვიცი რატო ვცლი იმ ბაქს მე მოუშვებ ხო შეიძლება სანამ თავს გავიქაფავ და გავიხეხავ თავს ისე ვიხეხავ ხოლმე გეგონება გადავიძრე მთელი სკალპი თავის მასაჟებიც კარგია ხო თავზე გამახსენდა ასე თავის მასაჟები თემოზე იყიდება რაღაცა ისა და იმით უნდა დაიმასაჟო თავი კაი და აი ასე რუშვები იმოშვება ვაი მე რა კარგია თავის მასაჟი ოღონდ სხვას ვერ გავაკეთებინებ ვერ ვიტავ ვიღაცა რომ თმაზე ხელს კიდებს ტვინში მიტყანს რა ვიცი ოდა ასე ხალხო წავედი ახლა მე დაგემშვიდობ მე მგონი დაგემშვიდობებით კი არ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბაჰო კარგად ხალხო იქნება საზამთრომ და იმან ნესვმა ჩამოიაროს მოვიდეს ჩვენამდე და ვიყიდო და გავაკითო ეს მუკმანგი კარგად ბაი